Საახალწლო სამზადისი დედაქალაქში თბილისის ქუჩები ირთვება, მომღერლები და კომპოზიტორები კი გალა კონცერტისთვის ემზადებიან. საახალწლო ტრადიციულთან ერთად ქალაქში ახალი ლოკაციები გაჩნდება და წელს პირველად დაგეგმილი ღონისძიებების გამო ქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება. რა სიახლით ხდება ახალ 2017 წელს თბილისი ნახეთ მარიამ სეთურიძის რეპორტაჟში. კეთი გაბისიანის ეს ნაწარმოები პირველად 31 დეკემბერს საზეიმო გალა კონცერტზე შესრულდება. ახალ წელს თბილისი 26 ახალი სიმღერით ხვდება. სპეციალურად ამ დღისთვის 30-მდე კომპოზიტორი, პოეტი და მომღერალი ემზადება. ისინი ვარდების მოედანზე შეკრებილი მოსახლეობის განწყობაზე ახალი რეპერტუარით იზრუნებენ. აგერ არის ახალი პროექტი საახალწლო, დაიწერება 26 ახალი სიმღერა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორიც რომ დარჩეს სასიმღერო ხელოვნებაში, ქართულ საესტრადო არეალს გულისხმობ, ეს იქნება დიდი გამარჯვება ნამდვილად. ღერი დუეტს სალომე ბაკურაძესთან ერთად, ღერი ძალიან საახალწლო სიმღერას, პოზიტიურს და ისე დადებითი ენერგეტიკით გამსჭვალულ სიმღერას, მელოდია ფანტასტიკური, ტექსტით ასევე. 31 დეკემბრის საზეიმო რეპერტუარი მხოლოდ საახალწლო მოტივებზე შექმნილი სიმღერებით არ შემოიფარგლება. წლევანდელი კონცერტი ელექტრონული მუსიკის მოყვარულების გემოვნებასაც მოერგება. მსმენელისათვის სცენაზე ქართული ტექნომუსიკის ერთ-ერთი პიონერი ნიკა მაჩაიძე, იგივე ნიკა კოიდა უკრავს. საახალწლო ქალაქი წელს დედაენის ბაღში მოეწყობა. ტრადიციული საახალწლო ბაზრობის გარდა აქ მრავალი გასართობი ღონისძიება გაიმართება. ბაღი რებ შემსრულებლებსაც უმასპინძლებს, რომლებსაც აკომპანირებას დავით ევგენიძის ბენდი გაუწევს. ქართულენოვანი ჰიპ-ჰოპის კონცერტი იქნება, რაც იქნება ანონსი დიდი ფესტივალის, რასაც ვაპირებთ და ერქმევა სახელად ჰიპ-ჰოპი, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში დასახელება ინგლისური აქვს, მაგრამ ყველა MC შეასრულებს თავის რეპს ქართულ ენაზე. ეს იქნება ბენდთან ერთად, DJ-ებთან ერთად. საახალწლო ღონისძიებების დაწყებამდე რამდენიმე კვირა რჩება, მანამდე კი დედაქალაქის ქუჩები ილუმინაციებით ირთვება. უკვე ეწყობა ქალაქის ორი მთავარი ნაძვის ხეც. წელს პირველად მოსახლეობა საახალწლოდ გაფორმებულ ახალ აღმაშენებელზე შეეძლება გასეირნება. ქალაქის ქუჩები 15 დეკემბრიდან განათდება. დამატებით ახალი საახალწლო ილუმინაციებით მოერთვება აეროპორტის გზა, მოერთვება აღმაშენებლის გამზირი, მათ შორის განახლებული აღმაშენებელი, ასევე პეკინის ქუჩაზე მოხდება მოძველებული განათებების ჩანაცვლება. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ლოკაციები და შესაბამისად ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით არაერთი ღონისძიება გაიმართება, ეს იქნება გახსნის ღონისძიება და არაერთი კულტურული თუ სხვა ტიპის კონცერტი, არტ სივრცე და საახალწლო ბაზრობა მოეწყობა როგორც დედაენის ბაღში, ისე განახლებულ აღმაშენებელზე. საახალწლო ღონისძიებების საერთო ბიუჯეტი 1.487.000 ლარია. გალა კონცერტის მოსაწყობად კი თბილისის მერიამ 227.000 ლარი გამოყო.